გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ დადგა თქვენთვის ძალიან საინტერესო მომენტი დღეს ამ ვიდეოში გიჩვენებთ აუცილებლად ყველა იმ კილას, ყველა იმ ვიტამინს, რომელსაც ეხლა ვიყენებ, მაგრამ ვიფიქრე რომ რატომ არ შეიძლება ცოტა გავწელო ეს სიამოვნება, თქვენ შეგიძლიათ გადაახვიოთ რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ საინტერესოა ჯერ წავიდე და გიჩვენოთ აიყიდება ბაზარზე. ამ მიმართულებით გიჩვენოთ კილებში როგორი, ასე ვთქვათ, ვიტამინები და მინერალების ნაკრებია, რას გვაჩეჩებენ, მოკლედ ფაქტიურად და შემდეგ დავბრუნდები სახლში და გიჩვენებთ უკვე იმას თუ რას ვიყენებ მე. წავედით. ესე იგი ვიტამინი C. მაგერ ბატონო, შემადგენლობაში 90 მილიგრამი, რაც ჯერ ესეთი არაფერი არ არის და შემდეგ მეორე გლუკოზა, გლუკოზის სიროპი, შაქარი, ჟელატინი და მერე არის ის ასკორბის მჟავა, რომელიც არც გვჭირდება არაფერში. ერთ-ერთი ვარიანტი. ნახოთ აქ რაფერაა საკმე. ვიტამინი C 1000 მილიგრამი. ეს არის კაფსულებში და ნახეთ შემადგენლობა, ანუ სუიტენერ, დამატკბობელი, აგერ ბატონო და ასკორბის მჟავა, რომელიც არ გვჭირდება არაფერში. ეს არის 1000 მილიგრამი და ეს ვიღაცას კუჭს გაუხრეთს. ვიტამინი D3, რომელიც მე გითხარით რომ უნდა იყოს 10000 მაინც და თუ ვერ იპოვეთ 5000-იანი IU ნახეთ, თქვა აგერ ეს 5000 IU, მაგრამ ნახეთ შემადგენლობა. მალტოდოქსტრინი. ეს არის ერთ-ერთი იმ შემადგენლობათაგანი, რომელიც პირდაპირ კიბოს იწვევს. აი ეს დაიმახსოვრეთ ეს ერთი სიტყვა. მალტოდოქსტრინი. აი ნახეთ. წყალშია გადასაყრელი პირდაპირ. ვიტამინი B1. ინგრედიენტებში პირველი მოდის კალციუმის ფოსფატი და არა თვითონ ვიტამინი B1. ინგრედიენტები წაიგეთ. აი მაგალითად B12-ის კომპლექსი და შემადგენლობაში ნახეთ იმდენად მცირე და მცირი რაოდენობით არის ესენი აქ თავმოყრილი, რომ არც ერთი მათგანი არ გააკეთებს არაფერს რეალურად. ეს ამბობს რომ არის პრემიუმ კოლაგენი. ხოდა ნახეთ ახლა პრემიუმ კოლაგენში აგერ დამატკბობელი, ქსილიტოლი, სტევია. აღარ ვარგა, всё. ამიტომ არ ვიყენებ სიროპებს და ფხვნილებს აი ასეთი ინგრედიენტების გამო. კიდევ ერთი ვერსია, კოლაგენი და პროტეინის პუდრა. ასეთი რაღაც ჩამონათვალით უაზრო და მე ბოლოს დამატკბობელი აგერ. მადლობა არა. აგერ ერთ-ერთი პოპულარული ბრენდი. არც მეტი არც ნაკლები სოლგარი. გვაწვდის მაგნიუმის სწორ ფორმას. მაგრამ შემადგენლობაში შეტანილი აქვს პალმის ზეთი. აბა გამოიცანით პალმის ზეთი რას იწვევს? ყველანაირ ინფექციებს, უჯრედების დაზიანებას, დაბინძურებას ორგანიზმის, საიდანაც მერე კიბო წარმოიშვება ხახნო. აი სადაც არის პალმის ზეთი, აი გაიქეცით მალტოდექსტრინი, პალმის ზეთი და ნებისმიერი ეს საშინელი ინგრედიენტები, აი ხო შეიძლება ხა ამის დალევა რა. აი სოლგარის კიდევ ერთი ფანტასტიკური ვიტამინი D3, რომელიც არის გადასარევი დოზით 4000 IU. ხო? 5000-ზე ნაკლებია, მაგრამ 300 IU-ს ხო ჯობია ზოგს რო უწერია თუ ვიპოვე გიჩვენებთ, მაგდაკოს. მაგრამ ნახეთ ახლა. მალტოდექსტრინი. მალტოდექსტრინის მიღებას ჯობია მთელი ცხოვრება მხოლოდ თეთრი შაქრით იკვებოთ. აი იმდანაც საშიში კომპონენტია ეს მალტოდექსტრინი ხალხ. აი ვერ წარმოიდგეთ. შესაბამისად სოლგარი ჩემს პირად, ასე ვთქვათ, დანამატების გარდაურებში აღარ შედის. აი ძალიან კომიკური ვიტამინი D3. ეს გადასაღებია თან კომედიურ ჟანრში 400 IU უწევია ადამიანს. რას გააკეთებს ახლა 400 IU რაიმე? აი კიდევ ერთი საშინელება, ვინც არ იცის იმან რომ იყიდოს ახლა და დალიოს, ხომ დაღუპულია 1500 მილიგრამი ვიტამინი C და რომელი ვიტამინი C? ასკორბის მჟავა. ომეგაო
369 გვეუბნება თევზისგანო, აგერ ჩვენი სოლგარი, აფერისტი. ხო და მე რო წაიკითხა, ეს პრობლემა ის არის, რომ ამას არავინ არ კითხულობს, აი 99% არ კითხულობს, აი ამას ამ ნაწილს. ნახეთ ახლა, სად არის აქან თეზი ან აკულა ან რამე სხვა? აი ეგ არის ზეთები. ეს სხვადასხვა ზეთების ნარევი და ყველაზე საშინელება აგერ ბატონო. ისევ პალმა და დამატკბობელები. ეხლა ეს ადამიანს ინფექციისგან კი არ განთავისუფლებს და დაუბალანსებს ომეგას, არამედ პირიქით აურდაურებს ყველაფერს და გამოიწვევს შინაგან ფარულ ინფექციურ პროცესს. აი რა კომენტარი გავაკეთო. აი მაგალითად, ვიტამინ B-ს კომპლექსი უგეუბნება. და შემდეგ მონაცემებში არ უწერია ამ ვიტამინების რომელი ფორმა აქვს შეყრილი. რა თქმა უნდა, ეს არის სილიკონის, არაფრის მომცემია, იმიტომ რომ არც ერთი აი ამ ვიტამინის სწორი ფორმა არ არის მითითებული. კაპეკად არ ღერს ეს ახლა ჩემთვის. აი სპორტული დანამატები, ნახეთ რა ამბავია, ნახეთ რა ბიზნესია, ნახეთ რა ბილიონებზეა საუბარი. ნახეთ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან პატარა სპორტული დანამატების კუთხე. ბილიონები ღირს ეს ყველაფერი ბიზნესია. ერთადერთი რაც ძალიან მომწონს არის MCT-ის ზეთი, მაგრამ არა ეს კილა, ზოგადად MCT-ის ზეთი კარგი რაღაც აღონდ კარგად უნდა იყოს დამზადებული. აი მაგალითად, ეგრეთ წოდებული სპორტული ბარები, აი ესეთი საშინელებები, აი რომელიც ადამიანებს მიაჩნიათ ძალიან ჯანსაღ რაღაცად და წასახემსებლად იყენებენ ამას, ჩვეულებრივი შოკოლადების და პეჩენიების თუ რაც არის, მაგათ ნაცვლად. აბა ვნახოთ, ვენახე. შაქარს, შეხედეთ შაქარს. აი შეხედეთ შაქარი რა დღეშია და შემდეგ შემადგენლობაში რო გადაყვალთ. აქ იმდენი საშინელება, იმალება, აქ იმდენი დამატკბობელები, შემღებავი ინგრედიენტები და იმდენი სოიას ის რო წერია, სოიას ზეთი. ეს არის მარტო საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანმა ეს არ მიირთვას, იმიტომ რომ ეს იწვევს ინფექციას, ეს ანადგურებს უჯრედებს, ეს იწვევს კიბოს და 1000 სხვადასხვა რაღაცას. ამას ჯობია წაებიძე შავი შოკოლადი იყიდე. აი ჩემი საყვარელი ძალიან ესეთი ვაშლის ძმარი, ოღონდ აუცილებლად თუ ვაშლის ძმარს იყიდით საზღვარს გარეთ და არა საქართველოში, უნდა იწეროს with mother. mother ან დედასთან ერთად უნდა იწეროს, ეს არის ის ნამდვილი ორგანიკული ვაშლის ძმარი, რომლის მიღებაც შეიძლება. არის ვაშლის ძმები, რომელიც არის საჭმლის დასამზადებლად გამოშვებული, არის ესეთები, რომლის დალევაც შეიძლება. თუ with mother არ აწერია, არ დალიოთ. აი ჩვეულებრივი უწყინარი ქეში უთხილის შეფუთვა. შაქარ შეხედეთ. შაქარ შეხედეთ რამდენი აქვს. 5 გრამი შაქარია ხალხმა ამ ხილს. აი მოწამლულია ყველაფერი მართლა სამწუხაროდ. პისტაქიო. აი ჩვეულებრივი პისტაქიო, რომელიც იზრდება ხეზე. ადამიანმა ადგა და დაამატა 6 გრამი შაქარი. აგერ. რაზეა საუბარი? ამფერი ამბებია მეგობრებო, დანამატების და ვიტამინების მიმართულებით დღეს ძალიან ცუდი სიტუაცია. ეხლა გიჩვენებთ იმას თუ რას ვღებულობ მე, საიდან ვყიდულობ ამ ყველაფერს, რა დოზებში, რა ფორმებში. წავიდეთ ეხლა და ჩემი კარადა შევამოწმოთ. მოკლედ ყველა ის ვიტამინი და ზოგადად ყველაფერი ის, რასაც ეხლა მე ვღებულობ, გავმეორდები, რომ ეს არ არის ყველაფერი, რომელსაც მე ყოველთვის ვღებულობ, მე პერიოდულად ვცვლი ჩემს ჯარისკაცებს, ასე ვიტყოდი, ვანახლებ, ეხლა ვიყენებ ამათ, რასაც ახლა გიჩვენებთ, ამათ რომ დავასრულებ, დავუბრუნდები იმათ, რომლებსაც მანამდე ვიყენებდი, ან შემოვიტან მენიუში რაღაცას კიდევ ახალს. ვინი C დამიმთავრდა სამწუხაროდ და ეხლა მისგან ვისვენებ, ამიტომ ვიტამინ C-ს ვერ გიჩვენებთ ამ ვიდეოში, მაგრამ შემდეგ როცა გამოვიწერ, შეიძლება რომ აი მაშინ თუ გვექნება მეორე სერია და გაგრძელება ამ თემის, იქ გიჩვენებთ უკვე სხვა დანამატებს მომავალში, რასაც ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ეხლა კონკრეტულად ხილები მინდა გიჩვენოთ, შემიძლია ფოტოების სახით დაგიდოთ აქვე და გითხრათ, რომ ეს გამომიყენებია, ის გამომიყენებია, მაგრამ ეს არ იქნება დამაჯერებელი, მე რო ვიყავ ამაყურებელი, ვიტყოდი რომ აი ერთ-ერთი რაც მაქვს ხელში და ინგრედიენტების ჩვენება და ყველაფერი უფრო
დამაჯერებელი იქნება თქვენთვის, ვიდრე ის, რომ ეხლა ეკრანზე გამოგიტანოთ ფოტოები და გითხრათ, რომ ამას ვიყენებ. ვაშლის ძმარი, რომელიც გიჩვენეთ თუნდაც მაღაზიაში, იგივე კილაა აბსოლუტურად. თავისი, ესე ვთქვათ, სერტიფიკატით, რომ ეს არის ორგანიკული, აწერია, რომ არის მადერი, იგივე ბრენდია და ასე შემდეგ. მე როგორც ვიცი, ეს არ არის ნომერი პირველი და საუკეთესო ბრენდი ვაშლის ძმრის მიმართულებით, მაგრამ ერთ-ერთი კარგთაგანია. ალბათ ვიტყოდი, რომ საუკეთესო ვარიანტი ვაშლის ძმრის არის ფორმის, არის საკუთარი ხელით დამზადებული სახლში. განსაკუთრებით საქართველოს მდიდარია ვაშლით, მეგობრებო, მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობთ, საკუთარ ეზოში, ვისაც გაქვთ ვაშლის ხე, დაამზადეთ ვაშლის ძმარი თქვენ თვითონ. მოუწამლავი, ასე ვთქვათ, ისეთი ჯანსაღი ვაშლისგან. ვინ საზღვარგარეთ ცხოვრობთ ჭემსავით, ვერ ვენდობით საზღვარგარეთ ნაყიდ ვაშლებს, იმიტომ რომ ყველა მათგანი არის, ასე ვთქვათ, დატოქსინირებული, მოწამლულია. ზოგს ხელს რომ მოკიდებთ, წებუიანია. ამიტომ ასეთი ვაშლისგან ძმრის დამზადება კარგი კი არა, დაგიმოკლებთ ცხოვრების წლებს. ამიტომ ჯობია ისე ამას მივმართოთ, მოკლედ კი ხედავთ, აი სანამდე მაქვს ჩამოყვანილი და არც ისე დიდი ხნის წინ მაქვს ეს ბოთლი შეძენილი სხვათა შორის. ალბათ ფასიც გაინტერესებთ, თუ რა შეიძლება ღირდეს მსგავსი სახის, ასე ვთქვათ, სიხარული, ეს გახლავთ 10-დან 12 ევროს ფარგლებში იყიდება ასეთი 1 კილა. აქ არის ხოლმე ყოველთვის დანალექი, თუ დიდი ხანი ხელს არ მოკიდებთ ბოთლს და არ გააქანებთ, ილექება ის ჯამმრთელი ბაქტერია, რომელიც ამ ძმარშია, რომელიც არის მთავარი მოქმედი გმირი ამ ძმრის. გარდა მისი მჟავიანობისა, მთავარი მაინც არის ის ბაქტერია, ზუსტად ამიტომ აწერია მაგას ეს მადერ და მადერ არის ის ბაქტერია, რაც არის აქ საუბარი. ბაქტერია, რომელიც მოქმედებს ინსულინზე, მოქმედებს ღვიძლზე, ნაღველზე და შემდეგ უკვე კუჭნაწყალზე. შესაბამისად, ამის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია მცენარეების თემა. ამ ეტაპისთვის ვიყენებ 3 მცენარეს, მაგრამ ვარჩი ის 2 ამ ეტაპისთვის არ გამეზიარებინა თქვენთვის, იმიტომ რომ ის 2 იმდენად ძლიერი და იმდენად, ასე ვთქვათ, ატომური ბომბებია, რომ ცოტა მეშინია ასე პირდაპირ გაჯახოთ. იმიტომ შეიძლება ვიღაცა მიყიდოს და ვიღაცისთვის შეიძლება იყოს უკუჩვენების მომტანი. დღეს გაგიზიარებთ მარტო ამას, მომავალში ალბათ თუ მე ცოდნას მივაწვდით საკუთარ თავს და თუ უფრო გავითარდებით ამ მიმართულებით, ალბათ იმ 2 მცენარესაც გაგიზიარებთ, მაგრამ მაგათი გაზიარება ცოტა არ იყოს ამ ეტაპისთვის ახლავთ. გერ ბატონო milk tea მძიმეა, მაგრამ დადებითი გაკეთებით მძიმე, საშუალება გიჩვენებთ. როგორ გამოიყურება თვითონ ეს ჩაი რა მცენარე. ახლა რამდენი ჩვენება შეუძლებ ეკრა ისი, მაგრამ აი ასეთი ის არის, რა ქვია. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს, აი მწვანე ჩაის ფოთლის მსგავსი არომატი აქვს ამ მცენარეს, მაგრამ მისი დალევა არც თუ ისე კომფორტული პროცესია. ძალიან ისეთი გემო აქვს, მწარე გემო აქვს, რაღაცნაირი მწარე მლაშე არა მარილიანი, არამედ რაღაცნაირად აი ის რომ გაგიჩერებს რა, აი არც კი ვიცი როგორ აღგნა ეს ყველაფერი, ძალიან მწარეა. მწარე იმ გაგებით არის, რომ ეს მცენარე აიძულებს ღვიძლს წარმოქმნას მეტი ნახველი, მაგრამ აიძულებს არა იძულებითი სახით, არამედ ანუ წმენს ღვიძლს იმ ტოქსინებისგან, რასაც ღვიძლი დამოუკიდებლად ვერ ერევა, ასუფთავებს მას, აძლევს ღვიძლს იმის საშუალებას, რომ ღვიძლმა მოახდინოს თვით რეგენერაცია, ეს ერთადერთი ორგანოა, რომელიც ახდენს თვით რეგენერაციას და მე ამბობენ, რომ არის ტვინი, რომელიც კიდე ახდენს საკუთარი იმის განახლებას თავის. მაგრამ ღვიძლი მაინც არის ნომერი პირველი, რომელიც ახდენს თვით რეგენერაციას, მეგობრებო, როცა ღვიძლი ზიანდება, თუ ჩვენ მას შევუქმნით შესაბამის კომფორტულ პირობებს, ღვიძლი საკუთარ თავს თვითონ კურნავს. ეს ეხმარება ღვიძლს აი ამ პროცესში და ღვიძლი არის ჩვენი ორგანიზმის, ასე ვიტყოდი,
მთავარი მოქმედი გმირი. პროექტების მენეჯერია ფაქტიურად ეს არის რა ვიცი, ლიდერი. მის გარეშე წაქცეულია მთელი ასე ვთქვათ ორგანიზმი, ხო? ამიტომ ღვიძლის ჯანმრთელად ქონა არის ალბათ ვიტყოდი ნომერი პირველი პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის. და აი ეს ჩაი ახდენს ზუსტად სასწაულებს. ეს არის ჩაის სასწაული, მცენარე სასწაული, ეს არის საოცრება, რომელიც არა მარტო ღვიძლს ეხმარება, არამედ ასევე ღვიძლის დახმარების გზით, ამერე ეხმარება პანკრეასს თავისთავად, თირკმელს, გადაბმულია ეს ყველაფერი ერთმანეთთან და შემდეგ რა თქმა უნდა უადვილებს კუჭ-ნაწლავს სიცოცხლეს. აი ყველას გირჩევთ ამის მიღებას, მაგრამ ძალიან ცოტა დოზებით დაიწყეთ. ნუ აჯახებთ საკუთარ ორგანიზმს ამას დიდი დოზებით, იმიტომ რომ ამას შეიძლება ასე ვთქვათ დაშოკოს თქვენი ორგანიზმი და შოკი არ არის ხოლმე კარგი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ორგანიზმული შოკი. ასე ამიტომ შეიტანეთ ეს მცენარე, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა, დააყენეთ ცხელი წყალი დაასხით, ჩაღარეთ ჭიქაში ერთი ან დაიწყეთ ნახევარი ჩაის კოვზით, მერე გადაიყვანეთ ერთ ჩაის კოვზამდე, მერე ჩაის კოვზ ნახევარი და ბოლოს მაქსიმუმ ერთი სუფრის კოვზე, ერთ ჭიქა წყალზე ნელ-ნელა გაზარდეთ დოზა და მიიღეთ. ნუ მე ვღებულობ პირადად ახლა ექიმი არ ვარ და ესე ვერ გამოგიჭერთ რეცეპტებს, მაგრამ მე გეტყვით მე როგორ ვღებულობ. მე ვღებულობ ამას უზმოზე, იმიტომ რომ უზმოზე, როდესაც ღვიძლმა მთელი ღამის განმავლობაში უკვე მოახდინა იმ ცოდვების მიტევება ჩვენთვის რაც შევცოდეთ წინა დღეს, ხო? გასუფთავა ყველაფერი და ამ დროს დარჩა თვითონ ქართველი დედასავით, ასე ვთქვათ, შვილების დაპურების მერე თვითონ რომ ჟიერი რჩება. მოკლედ, რო დარჩა, ასე ვთქვათ, ღვიძლი ძალიან მისახედი და დააღლილი, ხო? სანამ ახალი საკვები შევა ორგანიზმში და ღვიძლი ისევ თავიდან დაიწყებს იგივე პროცესს, მანამ ვღებულობ ამას, რომ ღვიძლმა მოასწროს დასვენება და ღვიძლმა მოასწროს გასუფთავება, მიიღოს ფაქტიურად შხაპი. აი ამისთვის არის ეს ძალიან მაგარი საშუალება, ამიტომ ყველას გირჩევთ და ეხლა უკვე გადავდივარ ქილებზე. ბერბერინი მეგობრებო. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწუხებს ინსულინთან დაკავშირებული პრობლემები. ყველას, ვისაც დიაბეტის პრობლემა გაქვთ. იქნება ეს პრედიაბეტი თუ უკვე დიაბეტი. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ინსულინ რეზისტენტულობის, ასე ვთქვათ, დიდი პრობლემები და გამოწვევები გაქვთ ცხოვრებაში, ხო? ადამიანებს, ვინც იკვებებით მხოლოდ ნახშირწყლებით და მგონი მთელი საქართველო ამაზე. ყველა ასეთი ადამიანისთვის ბერბერინი არის, ალბათ ვიტყოდი, სასწრაფო დახმარება, სასწრაფო. ამას არც ერთი ექიმი არ გამოგიწერთ. ამის იმედი ნუ გექნებათ, რომ თქვენ შეხვიდეთ თეთრხალათიანთან და მისგან გაიგოთ ამის შესახებ. უბრალოდ დაივიწყეთ ეს იდეა, ამას არც ერთი ექიმი არ გირჩევთ, ან შეიძლება მათ არც იციან, მაგრამ თუ იციან, არ გეტყვიან. იმიტომ რომ ბიზნესია დღეს ყველაფერი ბიზნესი, ამიტომ იმ ფარმაცევტიულ შხამებს, რასაც ყიდიან ერთი მეორეს მიყოლები და არ ამოგასუნთქებიებენ და ტაბლეტებზე გასმევინებენ, ტაბლეტები, რომლებიც კი არ გეხმარებათ, კი არ გიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, არამედ თითო ნაბიჯით კიდევ უფრო ღრმად, ასე ვთქვათ, ტენით იმ ჭაობში და ჩაგახშობთ მერე საბოლოოდ არის ეს დღევანდელი ფარმაცევტიული ბიზნესის მეთოდე. შესაბამისად, ბერბერინი არავინ არ გეტყვით რა არის. მოკლედ, მე მაქვს ინსულინის პრობლემები. ჩემი ჯანმრთელობის ისტორია ძალიან გრძელია. ალბათ ამ ვიდეოში ახლა არ ვისაუბრებ ეს სხვა თემაა უკვე, მაგრამ მე მთელი ცხოვრება მას მევინებდნენ არასწორ ტაბლეტებს, არასწორი დიაგნოზით, აბსოლუტურად სხვა რაღაცა მჭირდა და მთელი ბავშვობა სულ სხვა რაღაცა წამლებზე გამჭყიპეს ექიმებმა და საბოლოოდ აღმოაჩინე უკვე ამ წლებში, რომ მაქვს ინსულინის რეზისტენტულობა, რაც ვიცი კიდევაც საიდან მოდის და რა იწვევს. შესაბამისად, მე ვებრძვი ახლა არა სიმპტომებს, არამედ მის გამომწვევ მიზეზებს, მეგობრებო, ამიტომ ვიყენებ ამ ყველაფერს, რასაც მე ვიყენებ. მოკლედ, ბერბერინი არის
ეს არის საოცრება, ეს არის სასწაული, ეს ეგრევე ახდენს ინსულინის დაბალანსებას, ეს ეგრევე აგზავნის შემოსულ ნახშირწყლებს და ნახშირწყლები ყოველთვის არ არის ცუდი ნახშირწყლები, ყოველთვის არ არის შაქარი, პური, პასტა, პიცა და ასე შემდეგ. ნახშირწყლები არის თუნდაც ბოსტნეულებში, ხო, თუნდაც ჯანსაღი ნახშირწყლები, რომლებიც აუცილებლად ჭირდება ჩვენს ორგანიზმს. მაგის გარეშე შეიძლება მოკლედ აი ამ ნახშირწყლებს კი არ ათარგმნინებს ჩვენს ორგანიზმს როგორც საშიშ მტერს და რაღაცას, არამედ ეგრევე აგზავნის ენერგიად და ორგანიზმი შემოსულ ნახშირწყლებს იყენებს როგორც საწყობს. აი ბერბერინი ასევე ახდენს ინსულინის დაბალანსებას, ინსულინის რეზისტენტულობას აგვარებს და იმ ადამიანებს, ვისაც დიაბეტის პრობლემები აქვს, იმ ადამიანებს დიაბეტისგან, ასე ვთქვათ, კურნავს და ვისაც აქვს პრედიაბეტი, იმ ადამიანებს ეხმარება, რომ არ გადაიზარდოთ ეს პრედიაბეტი დიაბეტში. სასწაული რაღაცაა, მოძებნეთ ინფორმაცია ბერბერინზე და მოკლედ თუ გექნებათ ეს კაფსულები ხელმისაწვდომი, აუცილებლად შეიძინეთ და თუნდაც პროფილაქტიკის სახით ყველას გირჩევთ. ეს არ არის ისეთი რაღაცა, რასაც ექიმის დანიშნულება ჭირდება და ექიმი გითხარით, რომ არ გეტყვიან ამაზე. და შემადგენლობა, არ ვიცი, ახლა აქ ასე თუ გამოჩნდება, ალბათ მივაბრუნებ მალე კამერას უკვე, აქვს ძალიან სუფთა. აქ არ არის არანაირი საშინელი ინგრედიენტები, რაც ვნახეთ, ხომ, ფარმაცევტიულ თუ სპორტულ მაღაზიებში, სადაც იყიდება ვიტამინები და დანამატები, აი სადაც იქ ვნახეთ პალმის ზეთები და მალტოდოქსტრინები და შაქრები და კიდე რა ვიცი 1000 სხვადასხვა ზეთები, რაც ყველა ის ყველაფერი იწვევს ორგანიზმში სასწაულ საშინელ ანთებით პროცესებს, საიდანაც იწყება მე ყველა ეს საშინელი ავადმყოფობები, ამაში მსგავსი არაფერი არ არის. მოდით ახლა მე მივაბრუნებ უკვე კამერას. გეყოთ ჩემი სახის ყურება და გადავიდეთ უკვე ბოთლებზე და ჯობია რომ ბოთლები გიჩვენოთ თავიანთი შემადგენლობით. ეს გახლავთ უკვე მეგობრებო B12, რომელსაც მე ვიყენებ, ოღონდ აქ არ არის არანაირი კომპლექსი B12-ის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ B12, თავისი სწორი ფორმით და არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, დოზით. აი, შეგიძლიათ დააფიქსიროთ, ეს არის ბრენდის სახელი, Doctor's Best და ნახოთ აბა შემადგენლობა. აქ ვერ ნახავთ ვერანაირ საშინელ შემადგენლობას, აი ნახეთ რამდენად მცირე და მწირი შემადგენლობა აქვს და რამდენად სუფთაა შემადგენლობა. ანუ აქ არ არის 10000 ჩამონათვალი, რაც წინა მაღაზიის ბოთლებში ვნახეთ, აქ ძალიან მწირე, ძალიან ისეთი პირდაპირ საქმეზე გადადის ამის წარმოებელი. B12-ის სწორი ფორმა გახლავთ აგერ მეთილკობალამინი, ეს არის B12-ის სწორი ფორმა, მეგობრებო, რომლებსაც ორგანიზმი პირდაპირ ასე ვთქვათ ითვისებს და არღებულობს მას როგორც სილიკონს და არ აძევებს ორგანიზმიდან, ასე ვთქვათ. შესაბამისად, გადასარევი ფორმა, გადასარევი დოზით და გადასარევი შემადგენლობით, ეს უკვე მე რამდენი კილაა, მე რომელსაც ვუბრუნდები ისევ და ვიყენებ, მოდით გიჩვენებთ როგორ გამოიყურება, ასე ვთქვათ, აი დამთავრებული მაქვს, კი ხედავთ და აი ასეთი პატარა პაჭუკა ის არის, რა ქვია, ვარდისფერი კაფსულები აქვს აი ამ B12-ს. აი ვამთავრებ ახლა ამას და ამას რო დავამთავრებ, მე შევისვენებ და ერთშვენიერ დღეს ისევ დავუბრუნდები. ფანტასტიკურია, გირჩევთ. აგერ ბატონო, შემდეგი ჩვენი ძალიან მაგარი ბრენდია, ასევე ამას Life Extensions ვუწევ ძალიან დიდ რეკომენდაციას. ძირითადად ეს ერთ-ერთი იმ ბრენდთაგანია, რომლის დანამატებს და ვიტამინებს მე ვიყენებ ყოველთვის, ხშირ შემთხვევაში. ეს არ არის Solgaris-ნაირი აფერისტი, ასე ვთქვათ, თაღლითი კომპანია, რომელიც ადამიანების უცოდინარობის ხარჯზე მდიდრდება. ეს ძალიან ესეთი კეთილსინდისიერი ბრენდია, მინდა გითხრათ. არ იფიქროთ, რომ მე ვინმესთან თანამშრომლობ. ნეტავ თანამშრომლობდე, ნეტა მომწერდნენ, ეხლა ისინი და მეტყოდნენ, რომ გამოგიგზავნით უფასოდ და შენ რეკლამა გაგვიწიო, სად არის მაი ბედნიერება. აგერ ბატონო, აქაც იგივე ამბავია, მეგობრებო, ეს გახლავთ B6, B6-ის სწორი ფორმაა, დაიმახსოვრეთ.
პირიდოქსალი არის B6-ის სწორი ფორმა. თუ კილაზე აწერია მხოლოდ B6 და არსად არ არის პირიდოქსალი მითითებული, არ დალიოთ მაინც B6, არ დალიოთ. აგერ ბატონო, დოზა, ფორმა და შემადგენლობა. ეს არის სრული შემადგენლობა აგერ. მეტი არაფერი. ნახეთ, რა პაჭუყე ერთი წინადადებაა ფაქტიურად. სხვა კილებს აი ამდენი აქვს შემადგენლობა ფაქტიურად და ყველა ერთმანეთზე უარეს. აი ამას სუფთაც მინდაც ცერცეტა. ფანტასტიკური B6-ია, ალბათ მეტყვით ახლა ცალ-ცალკე რატოღებულობთო, ასვათაშორის კაფსულას გიჩვენებთ. ცალ-ცალკე ვღებულობ მე ამათ მეგობრებო, იმიტომ რომ ეგეც დამიმთავრებია, აი ეს არის სულ. და ესეც B12-ის ნაირი პატარა კაფსულებია, ძალიან ციცქნა, რომელსაც ვერც კი გრძნով გადაყლაპის დროს, ამას უფრო ყვითელი ფორმა აქვს და B12 უფრო ვარდისფერი ფერის არის. ეს არის კიდევ ერთი ჩემი უსაყვარლესი რაღაცა. შემდეგი იგივე ბრენდი, Life Extension-ი, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ისევ B ვიტამინის სერიებიდან 1700 მიკროგრამით, ისევ ძალიან ისეთი სუფთა, ძალიან ასე ვთქვი, სწორი შემადგენლობით. აქ არ არის არანაირი შაქრები, არანაირი სიროპები, არანაირი მალტოდექსტრინები, არანაირი პალმის ზეთები და არაფერი საშინელებები. აგერ თქვენ თვითონ ვინც ინგლისური იცით, შეგიძლიათ ნახოთ, მოკლედ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო B ვიტამინი, რომელიც აუცილებლად საჭიროა ყველასთვის. ამას უკვე აქვს აი ასეთი სახის პაჭუკა. ეს არის ესეც ტაბლეტია. არანაირი ის არ აქვს GMO და რაღაცა. ძალიან უწყინარი, ძალიან საყვარელი და ძალიან პატარაა. ძალიან ნახეთ რა დონის პატარა. ჩემთვის პატარა. მოკლედ ამასაც ვამთავრებ, ამათ მე ერთად ვიყენებდი, ერთად შევუკვეთე და ერთად მიუყვებოდი, ამიტომ ერთად მიმთავრდება თითქმის ყველა მათგანი. შემდეგი მოდი ბარემ B ჩავამთავროთ. აგერ პანტოთენიკ ასიდი, ეს არის 500 მილიგრამიანი, მაგრამ სოლარი ბრენდია. ანუ ეს ამ ბრენდსაც ჰქონდა და თუნდაც B12, მაგრამ ძალიან მომწონს სოლარი. ესეც ძალიან ერთ-ერთი ძალიან კარგი ბრენდია. აქაც ძალიან სუფთა ინგრედიენტებზეა საუბარი. ნახეთ, არაფერი ინგრედიენტებში ცუდი არ წერია. პანტოთენიკ ასიდი არის მხოლოდ და კალციუმის თანამატია ოდნავი. აი შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ. არანაირი ნეგატიური შემადგენლობა აქ არის. ეს ცოტა უფრო დიდი კაფსულაა წინებისგან შედარებით და რადგან აქ იყო შემადგენლობაში გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის მხრივ 100 კაფსულა იყო და სხვებთან სადღაც 30, სადღაც 60-ია. ნუ ეს დიდი კილაა, შესაბამისად ამის დალევას ვაგრძელებ პირადად მე და იგივე ბრენდისგან მაქვს ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი D ჰორმონი K2-თან ერთად. D არის 125 მიკროგრამით და K არის 50 მიკროგრამით, მეგობრებო. გვეუბნება რომ იგივე ბრენდია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვისო. აგერ მონაცემებში შეგიძლიათ ნახოთ, D არის 5000 საერთაშორისო unit-ის და არის მიკროგრამებში 125, კალციუმი აქვს შეტანილი, ისევ 110 მილიგრამი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფოსფორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ჩვენი კარგად ყოფნის, არის შეტანილი 85 მილიგრამი და მერე ვიტამინი K2, რომელიც 50 მიკროგრამია, მეგობრებო. აგერ. და ისევ ინგრედიენტებშიც არანაირი, ასე ვთქვათ, საშინელებები, არანაირი კრიმინალური აქ არ არის, რაც ორგანიზმს დააზიანებს. შესაბამისად, ძალიან მცირე პირდაპირ საქმეზე გადასული ამბავია. ესეც შედარებით უფრო პატარა, მწირი და ისეთი კაფსულაა. ნუ ეგეც
თითქმის დავამთავრე, მაგრამ ეს რომ იცოდეთ მე რამდენია, უკვე მე თვითონ არ ვიცი მე რამდენი კილაა და მხოლოდ ამას ვიყენებ მე სოლარის D3-ს, მხოლოდ ამ D-ს როცა საქმე უკვე დიდი ხანია მე ერთ და იმავე აი ამ კილას ვიმეორებ სულ და სულ არ ვცვლი, არ ვაკეთებ ასე ვთქვათ ექსპერიმენტებს და ბოლო ამ ეტაპისთვის გახლავთ ისევ Life Extension-ის კი ხედავთ რამდენად მომწონს ეს ბრენდი, გახლავთ Chromium 500 მიკროგრამით, აქაც 60 კაფსულაა. აქაც ბატონო, აგერ ინგრედიენტები პირდაპირ შეგიძლიათ წაიგითხოთ. ნახეთ რა ცოტა არის შემადგენლობაში. პირდაპირ არის ის, რაც აწერია, მხოლოდ თავარი მოქმედი გმირია ყოველგვარი დამატებითი, ასე ვთქვათ, რაღაცების გარეშე. Chromium ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ერთ-ერთი ისეთი დანამატია, რომელიც ორგანიზმს ეხმარება იმაში, რომ არ კონდეს მას არაჯანსაღი რაღაცებისკენ მიდრეკილება, ასე ვთქვათ, შაქრისკენ, ცომეულისკენ, ანუ აბალანსებს მადას, აბალანსებს ნივთიერებათა ცვლას, აბალანსებს ეხმარება ჩიიყს და ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, კარგ საქმეს აკეთებს, განსაკუთრებით მე იმიტომ ვღებულობ, რომ ვარ რა ძალიან დიდი ტკბილის მოყვარული, ეს არის ჩემი ერთადერთი ცოდვა მცხოვრებაში, შაქარი, ძალიან მიყვარს ასე ვთქვათ ტკბილი. ვცდილობ რომ ორგანიზმს ხანდახან აი ამ ქრომის მეშვეობით დავეხმარო, რომ გამიქრეს, აი ტრანზიტები როცა მაქვს მაგალითად დიდი ხანი არ ვჭამ და მე უცებ რო ვჭამ, მე ორგანიზმი ისე მთხოვს. ასე დროს ქრომით ვეხმარებ ასეთი საშუალო ზომის კაფსულა ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, წაიკითხეთ ამაზეც. რა ხდა ეს ვიდეო 500 საათიანი, მოკლედ დამიწერეთ. გარდა კანის მომლისა, კიდევ რა თემები გაინტერესებთ, რომ გადავიდეთ საინტერესო თემებზე, მე ცოტა ეზოთერიკას ავუხვი ბოლო პერიოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თემები ძალიან საჭირო არა კარგად ყოფნისთვის. ეზოთერიკაზეც ვუნდებით მაგაც ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც მე წიგნების მიმოხილვაც არ გამიკეთებია, ამიტომ ალბათ მაგასაც მალე შემოთავაზებ, მაგრამ ის ცოტა უფრო ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად, მოკლედ ძალიან მინდა რომ თქვენ თვითონ დამიწეროთ რა თემასთან დაკავშირებით გაინტერესებთ თქვენ ვიდეო. ვიცი რომ სცენარეები არის ერთ-ერთი კიდევ ძალიან დიდად მოთხოვნადი, როგორც კომენტარებიდან ვხედავ, Instagram-ზეც რამოდენიმე მომწერეთ. სცენარეებზე ალბათ გავაკეთებ ცალკე ვიდეოს, მაგრამ იქ უკვე მომიწევს დაგიდოთ ფოტოები ეკრანზე და გირჩიოთ კონკრეტული სცენარეები, იმიტომ რომ ეხლა მე ამ მომენტში ვიყენებ მარტო 4 სცენარეს, ერთი რაც ეხლა გიჩვენეთ, მეორე გახლავთ მწვანე, ესე ვთქვათ, მაჩა ჩაი და დანარჩენი ის ორი კიდე, რომლებიც არ გიჩვენეთ დღეს. მაგრამ არის ესეთი სცენარეების, რომლებსაც მე არ ვიყენებ ამ ეტაპისთვის, მაგრამ დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ მომავალში და იმ სცენარეებს ალბათ გაგიზიარებ კიდე ცალკე ვიდეოში. წავედი მეგობრებო, წავედი, თორემ всё. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად გელოდებით შემდეგ ვიდეოში.